ჩვენ ყავს რეჟიმი, რომელიც ტრადაცხადებს თავისუფალ სამყაროს, დანიიდან მოდის საფრთხე თურმე და შვედეთიდან, იქ ჯოჯოხეთი ხდებაო. და ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც შეიძლება ფანდრაიზინგს ეწეოდეს, რომელიმე სამოქალაქო თავისუფლებისთვის ან საკითხებისთვის, თუ დანიაში იპოვა ვინმე, ვინც მის ფანდრაიზინგში დაეხმარება, ესო ჯაშუში არის და მოღალატეო. უსამშობლოებს უძახია და დაქვემდებარებაო და საკუთარ ქვეყანაში ხალხი, რომელიც ამ ტიპის რეჟიმთან მიმართებაში აცხადებს თვითონ რომ აიათოლა შენ ბრძანებებს შევასრულებ. ეგ მან პრობლემას ვერ ხედავს. ან დატრიალებულია პარადიგმა. დატრიალებულია პარადიგმა. საფრთხე და ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც კავშირშია და ყველას ურჩევის და დაინტერესებს, რომ ნახოს დეტალური კვლევა, რომელიც თლიანად საჯარო ინფორმაციას ეყრდნობა, ხო, რომელიც ამაზე არის გაკეთებული და გიორგი კანდელაკის მიერ მათ შორის მიციცია და ლუკოფის მიერ საჯარო ინფორმაციაზე კატასტროფული სურათი გვაქვს, ნაღმს გვიდებს ჩვენი ქვეყნის შიგნით იმ იდეოლოგიის, იმ ფანატიური მიმდევრობის და ანგარიშვალდებულების იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში რა ხდება ხო ყველა მიცის და სადაც გავლენა აქვს მოპოვებული ყველგან ამ აიათოლების რეჟიმს ირანის ყველგან მოაქვს უბედურება, სისხლის ზღვა, ტერორიზმი. ლიბანი, სირია, რავი, რა მოვიყვანო, რა მაგალითი მოვიყვანო. სადაც გავლენა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ესეც მაგალითი არის და ამის იგნორირება ხდება. თლიანად უსაფრთხოების და პირიქით მშვიდობის დროშის ქვეშ, რაც ყველას გვინდა, მშვიდობა და თავისუფლება. ხდება გამართლება არაანგარიშვალდებულების ამ ავტოკრატიის ერთპიროვნული მმართველობის ფლანგვის და მოპარვის იმ დოვლათის, რომელიც ადამიანების შრომით იქმნება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლების მორყევის. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ეხლა ამ ისტორიულ მომენტში, რომელიც შესრულების გვაძლევს, რომ გავახციოთ აი ამ რუსული საბჭოთა ჭაობიდან ვიყენებდეთ ამ შანსს.